საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ეს დაპირებული ეთერია, მე თქვენ დაგკვირდით, რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებდით ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ეგრეთ წოდებული თანხმობის ფორმა, რომელიც რიგდება სკოლებში და აი ამ თანხმობის ფორმით იბარებენ მშობლებს, რომ მოაწერიონ ხელი და აი ამ თემაზე გვინდა ჩვენ ვისაუბროთ. მე რამდენიმე დღის წინ მქონდა ამაზე საუბარი და კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ მეგობრებო, დიდი მადლობა ძალიან, რომ ძალიან ბევრმა გააზიარეთ და დაახლოებით 9 მილიონი ნახვა ჰქონდა და სერიოზული ეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიცავთ მოსწავლეების და ბავშვების ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამიტომ მე სპეციალურად მოვიწვიე ქალბატონი თინა თოფური, აკადემიკოსი და დიდი მადლობა ქალბატონო თინა, რომ აი ესეთ მნიშვნელოვან თემაზე დამთანხმდით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ესე იგი, მოდით მე წავიკითხავ თავდაპირველად, რაზეა საუბარი. ესე იგი, ეს თანხმობის ფორმა რამდენიმე სკოლაში დარიგდა. ზოგი მშობლები წერენ, რომ უკვე ზოგან აცვლილებიც არიან თურმე უკვე. ეს ჩემთვის ძალიან უცნობი ფაქტი იყო. და აი სხვადასხვა ტექსტებითაც არის, სხვადასხვა შინაარსით. აი ახლა ამ ერთ-ერთ ეგზემპლიარს მე წავიკითხავ, აი აქ უფრო კარგად ჩანს, მე ესე ვარ გადავშლი. პერსონალთა მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ну ამადამ სკოლისო წერია, ახლა არ ვასახელებ ჯერჯერობით, მაგრამ აგერა გვაქვს საბუთი. წინამდებარე დოკუმენტში დეტალურად ჩაშლილი ის პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავებაზეც საჭიროა თქვენი თანხმობა, ანუ მშობლებს ეუბნებიან. გთხოვთ მონიშნოთ, აცხადებთ თუ არა თანხმობას ქვემოთ მოცემული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ამასთან გაითვალისწინეთ, რომ რომელიმე პერსონალური მონაცემის დამუშავებაზე უარის თქმა არ გამოიწვევს მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო სერვისის მოწოდების შეფერხებას. აი აქ წერია, რომ ესე იგი უარის შემთხვევაში არ გამოიწვევს არავითარი სინამდვილეში. ძალიან ბევრმა მშობელმა მომწერა, რომ საფრთხე შეექმნებაო თქვენი შვილის იმას, რომ სკოლაში ესე იგი ეს არის პირველი ტყუილი, რომელსაც ამბობენ. ეს მხოლოდ აქ წერია, სინამდვილეში აძალებენ. ესე იგი, ამ სკოლის, ესე იგი, ახლა ჩავუყვეთ მთავარს. პერსონალური მონაცემები, მათ შორის სახელი, გვარი, პირადი პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი, იურიდიული მისამართი, ელექტრონული მისამართი და სხვა პერსონალურ ინფორმაციებს. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს, მოსწავლის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების მიზანია მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვა. მნიშვნელოვანია სკოლას გააჩნდეს ინფორმაცია, აქვს თუ არა მოსწავლეს ქრონიკული დაავადება ან ალერგია, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სკოლის ბაზაზე სკოლის ექიმის ექთნის მხრიდან შესაბამისი ღონისძიების განხორციელება. საჭიროების შემთხვევაში სწორი პირველადი დახმარების აღმოჩენა ან აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიის გადამდები დაავადების გავრცელების თავიდან აცილება. ანუ გასულ წელს მე თქვენ პირდაპირ ეთერში ჩართვაში მყავდით ქალბატონი თინა და მაშინ ახსენეთ, რომ გაზაფხულზე აი ეს იგეგმებოდა სკოლებში, რის შემდეგ თუ ვერ გაიგებს მშობელი და ხელს მოაწერს, უკვე უფლება ეძლევათ მე ეპიდემიის, ეგრეთ წოდებული ეპიდემიის შემთხვევაში ბავშვები ნებისმიერი ვაქცინით აცნან. ჩვენ ასე გავიგეთ. უფრო დავაზუსტებ ბატონო დავით. კი ბატონო. აქ ლაპარაკი არის ეპიდემიის თავიდან აცილებაზე. ესე იგი, არ არის აუცილებელი, რომ იყოს გამოცხადებული ეპიდემია. ვიღაცა ჩათვლის, რომ ეპიდემიის საშიშროება რომ არ დადგეს, ამიტომ ეს ბავშვები უნდა აცრან. და აცრან მშობლის ნებართვის გარეშე. ეხლა საქმე რაშია? პირველი ტყუილი, რომელიც მან წერია, რომ არაფერს არ დაუშავებს ამაზე უარის თქმა. ეხლა რა ხდება აქ? საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება და არავის არ აქვს უფლება არაფრის გამო, რომ ეს უფლება მას ჩამოართვას.
ისე იქნება ეს ბავშვი ასრილი თუ არ იქნება ასრილი, იქნება თუ არა პერსონალური მონაცემების გაზიარება ნებადართული, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჯერ ერთი მინდა გითხრათ მადლობა, რომ თქვენ ესე ინტერესდებით ამ საკითხით. და მინდა განმარტო რა ხდება. 2023 წელს ჯერ კიდევ ჩვენ მოგვივიდა ინფორმაცია. არის ესეთი საიტი Facebook-ში გვერდი უბრალოდ, რომელსაც აქვს საიტი კიდევ აცრა და რისკ ფაქტორები, რომლებთანაც მოვიდა ინფორმაცია რეგიონებიდან მშობლების მიერ მოწოდებული, რომ მოხდა რამდენიმე სოფელში სკოლაში მისვლა ჯანდაცვის მუშაკების და ბავშვების აცრა პაპილომა ვირუსზე. რადგან თქვენ მოგიხსენებათ, რომ პაპილომა ვირუსის წინააღმდეგი გამოვდივარ მე და კარგად ვარ გაცნობიერებული ამ საკითხში და ვიცი, რომ ეს კეთდება იმისათვის, რომ დეპოპულაცია მოხდეს, ანუ ეს არის უშვილობის წამალი და არაფრის აცრა, არანაირი კიბოს პრევენციას ეს არ აკეთებს, სულ სხვა მიზნებს ემსახურება, ამიტომ ეს მშობლები დამაკავშირეს მე. როდესაც ეს გავაპროტესტეთ და მშობლებს უდოდათ ჩივილი, მაგრამ სხვა მშობლებმა არ დაუჭირეს მხარი და ამიტომ ეს პროცესი მათ შეაჩერეს. გამოდიოდა, რომ სოფელში რომელიც 2 ან 3 ბავშვის მშობელი იყო წინააღმდეგი და დანარჩენები კმაყოფილები იყვნენ იმით, რომ მათი შვილები აცრეს კიბოს წინააღმდეგ პაპილომა ვირუსით ვიმეორებ. ჩვენ ეს გავაპროტესტეთ და შეუთვალეთ ჯანდაცვის განათლების სამინისტროს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. იმიტომ რომ კონსტიტუციითა და ჯანდაცვის კანონითაც კაფიოთ არის განსაზღვრული, რომ არასრულწლოვან ბავშვზე ნებისმიერი მანიპულაციის ჩატარება, ნებისმიერი ინტერვენციის, როგორც მას ეწოდება, ხდება მხოლოდ და მხოლოდ მისი მშობლის ან მეურვის თანხმობით. თანხმობა უნდა იყოს წერილობითი და მშობელი უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რომ რა საფრთხეები შეიძლება ამას მოყვეს და საფრთხეები და გართულებები ნებისმიერ აცრას აქვს ძალიან სერიოზული. იმდენად, რომ შეიძლება ადგილზე მოხდეს გულის წასვლა, დავარდნა, თავის დარტყმა, ტრავმის მიღება, კრუნჩხვები და ასე შემდეგ. ეს არის ნებისმიერი აცრის სავარაუდო გართულება. ყველას არ ემართება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის ალბათობა არის და საკმაოდ დიდია. ამიტომ ამის გაკეთება სკოლის პირობებში არაფრით არ შეიძლება. ნებისმიერი აცრა უნდა ხდებოდეს, თუ კი მშობელი არის თანახმა, რა თქმა უნდა, სპეციალიზირებულ დაწესებულებებში. ჩვენ გვაქვს თუნდაც საქართველოში მეგი ბაქრაძის მაგალითი, რომელსაც დაემართა რაღაც ტრომბოზი იყო, მაგრამ გაფორმდა როგორც ანაფილაქსიური შოკი და ანაფილაქსიური შოკი არის ერთ-ერთი საკმაოდ სერიოზული გართულება აცრებისა და ქალი გარდაიცვალა. ეს გვახსოვს ჩვენ. ასე რომ თვითონ ესეც დარღვევაა, რომ ვიღაც მივიდეს სკოლაში, ერთი რომ ადგილზე აცრან ბავშვები, მეორე რომ მშობლების გარეშე. ეხლა ამას რა მოყვა? ამას მოყვა ვიმეორებ, ეს იყო 2 წლის წინ. ამას მოყვა ის, რომ აი ეს ყველაფერი შეჩერდა სკოლებში სიარული და ესეთი აცრების გაკეთება, ვიღაცა დაფიქრდა, ვიღაცამ გაიგო, რომ ეს არის მართლა სისხლის სამართლის დანაშაული და სკოლების რაღაც რაოდენობამ, ხელმძღვანელობის რაოდენობამ თქვა უარი აი ესეთ ფორმაზე. ამიტომ მათ მოიგონეს სხვა ფორმა და გააკეთეს აი ეს ხელშეკრულებები. ადრე იყო ხელშეკრულებები იმის შესახებ, რომ მშობელს თხოვდნენ, რომ სკოლას მიეცეს უფლება მათი მონაცემების გასაჯაროების. ამაში მოიაზრებოდა ის, რომ სკოლაში ჩატარებული ღონისძიებები, რომლებიც ვიდეოზე არის დაფიქსირებული, ან სურათების გადაღება ხდება, რომ ეს სკოლის საქმიანობის რეკლამირებისათვის იყოს დასაშვები და ნუ ეს იყო ჩვეულებრივად მიღებული ფორმა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამას? იგივე ბავშვები აგერ Facebook-ში დებენ თავიანთ სურათებს ყოველდღე. ასე რომ ეს არ არის კონფიდენციალური ინფორმაცია. ნუ კარგი, შევთვალოთ, რომ ეს დაჭირდა სკოლას. შემდეგ მათ გააკეთეს ესეთი ხელშეკრულება, სადაც იყო ჩამონათვალი პუნქტების და მერვე პუნქტში გარკვევით ეწერა. აი ის, რაც ბატონმა დავითმა წაიკითხა, რომ სკოლას აძლევს მშობელი უფლებას, რომ მან ჩაატაროს ექიმისა და სკოლის ექთნის მეშვეობით სკოლის პირობებში პირველადი დახმარება, რაც რა თქმა უნდა საჭიროა და ამას არაფერი დიდი ნებართვა არ ჭირდება, თუ ბავშვი გახდა ცუდად, რა თქმა უნდა მას უნდა ჩაუტარდეს პირველადი დახმარება. მაგრამ იქვე მიყოლებული არის ვითომ სხვათა შორის ეპიდემიებისა და გადამდები
დაავადებების გავრცელების პრევენცია. ეს რას ნიშნავს? რას ნიშნავს ეპიდემიის ან გადამდები დაავადების საშიშროება? ეს არის აცრა. არ წერია სიტყვა აცრა, ამიტომ ამან ბევრი მშობელი დააბნია, ვერ გაერკვნენ და სამწუხაროდ ჩვენ ქართველები არა ვართ მიშვეული იმას, რომ წავიკითხოთ დოკუმენტი ბოლომდე და ჩაუღმავდეთ, რაც ყურადღებას მოითხოვს. და პირდაპირ ვაწერთ ხოლმე ხელს. მით უმეტეს, რომ ეს ხდება სკოლის დირექციის ან პედაგოგის თანდასწრებით და არის გარკვეული ზეწოლა მათი მხრიდან. ასე რომ ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რაც არ უნდა დაგამონათონ და გითხრან, რომ რაღაც საშიშროება დაემუქრება სკოლაში ბავშვის სიარულს, ეს არის სიცრუე და ტყუილი. ჩვენ გვიცავს ამისგან კონსტიტუცია. არ სკოლის პედაგოგს და არ სკოლის დირექტორს არავინ არ ეკითხება ამის უფლების ჩამორთმევას. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ეხლა მინდა გითხრათ, რომ 23 წელს, როდესაც ეს განცხადება გავაკეთეთ, დაატყდა ამაზე დიდი ხმაური და მინდა გითხრათ, რომ მაშინვე ჩაერთო და დაუკავშირდი ბევრ ადამიანს, ვინც დაინტერესებული იყო ამ თემებით და გაკეთდა საკმაოდ სერიოზული გადაცემები. გარდა იმისა, რომ ჩემ გადაცემებში ვისაუბრე ამაზე, ლაივები მქონდა ამაზე, გარდა ამისა ჩაერთო მადანა ნიკოლეიშვილი, რომელსაც ობიექტივზე აქვს სპეციალური გადაცემა, რომელსაც უყურებენ განათლების მუშაკები და მშობლები, იმიტომ რომ იქ იდება ყველანაირი სიახლე და მიდის ყველანაირი გაფრთხილება. და კატეგორიულად გავამფრთხილეთ მეც და ქალბატონმა მანანამას და მადლობა მას ამისათვის და ისევ იმ პერიოდში კიდევ რაღაც პერიოდით შეწყდა აი ამ ხელშეკრულების დარიგება. თავიდან ეს იყო საპილოტო პროგრამა, რამდენიმე სკოლაში იყო წარდგენილი. ეს იყო აჭარის მაღალმთიან რაიონების სკოლებში და იყო კახეთის რამდენიმე სოფელში. შემდეგ იყო რაღაც შეწყვეტა და შემდეგ გააკეთეს რა? ამოიღეს პუნქტების ნუმერაცია. მეორე ვარიანტში, რომელმაც ისევ დაიწყო გავრცელება, აღარ იყო მერვე პუნქტი. იმიტომ რომ მშობლები უკვე აი ამ მერვე პუნქტის მეშვეობით, რომელსაც მე მიუთითებდი, ადვილად პოულობდნენ აი ამ სიტყვებს და უკვე ხვდებოდნენ და ბევრი წავიდა წინააღმდეგი. ისევ რაღაც პერიოდით, როცა ეს ისევ გაპროტესტა, აი ბატონი დავითის ჩაერთო მაშინ გამომეხმაურა, დიდი მადლობა მას ამისათვის და მე მახსოვს ჩვენ ვიყავით რაღაც ღონისძიებაზე, იუბილეზე და იქვე გამოვედით, მკითხა რომ აბა რა ხდება, გამოვედით ეზოში და იქიდან დავდევით პირდაპირ ლაივი. მე ვიყავი ძალიან აღელვებული, ძალიან ჭკუაზე არ ვიყავი, ესე ვთქვათ, ისევ რომ დავინახე ეს პრობლემა და ისევ მოუწოდეთ და განვარდეთ რა ხდება. ისევ რაღაცა პერიოდით შეწყდა ეს ვაკხანალია, ესე ვიტყოდი და ეხლა ისევ განახლდა მიუხედავად რომ განახლდა. ეხლა წამოვიდა სხვა ტექსტები, უფრო მეტი წყალიშეურიეს, ესე ვთქვათ. დაამატეს აქ საიდან მოტანილი არ ვიცი, ოლიმპიადებში მონაწილეობა და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა. აქამდე ოლიმპიადები ტარდებოდა და არანაირი ნებართვა და ჯანმრთელობის შესახებ მდგომარეობა ამას არ ჭირდებოდა. იმიტომ ნებისმიერ ბავშვს მიუხედავად მისი ჯანმრთელობისა და აცრილობისა და აუცრელობისა აქვს უფლება რომ მიიღოს ნებისმიერ ოლიმპიადაში მონაწილეობა. და ბევრმა მშობელმა ესეც გააპროტესტა და ეს კითხვას დასვა. შემდეგ ჩაერთო კიდევ იმ პერიოდში მინდა ვახსენო და მადლობა უთხრა ახალგაზრდა ბლოგერს ვატო მარმენიუს, რომელმაც ასევე მომიწვია და ჩვენ გავაკეთეთ დიდი გადაცემა ამ განმარტებებით. ეხლა ძალიან მიხარია რომ ჩაერთან ახალგაზრდები და რატომ? იმიტომ რომ იგივე ბატონ დავითს, იგივე მე და ჩვენ გუნდს გვიყურებს ძირითადად ბებიების თაობა, ანუ ჩვენი თაობა. ახალგაზრდებს დედებს როგორც წესი ბებიების არ ჯერათ და გვთვლიან ჩვენ ბნელთაობად არ გაუნათლებლად და გონიათ რომ ეხლა რაღაც სიახლეებია, რომლის შესახებაც ჩვენ არ ვიცით. ეს ესე არ არის. სამწუხაროდ ჩვენი თაობა უკვე დავრჩით, ჯერ კიდევ ვინც დავრჩით, ვართ განათლებულები იმათგან განსხვავებით, ვინც ეხლა სწავლობს გინდათ პედაგოგიკას, გინდათ სამედიცინო ინსტიტუტებში. მათ იმდენი ინფორმაცია არ აქვთ, რამდენი ჩვენ. წერა-კითხვა ყველა მიცის, ამიტომ არ ვიცი ეს განათლების სამინისტროს მიერ არის მოგონილი თუ ჯანდაცვის, თუ ორივეს ერთად, ამიტომ მათ გააკეთეს გაცილებით გრძელი და დიდი, ზოგი ხელშეკრულება არის სამგვერდიანი, ზოგი ხუთგვერდიანი. და მე მომდის დაახლოებით აი ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში მომივიდა 100-ზე მეტი სხვადასხვა
საჩივარი კი შეკითხვა და მეკითხებია მშობლები რომ აქაც არის საშიშროება. ისე არის ჩაწერილი რომ პირველად მეც დავიბენი და ვერ ვიპოვე ის. სანამ კარგად არ ჩაუღრმავდი და თან კომპიუტერში კითხვა მოგხსენება ცოტა რთულია. ამიტომ ამოვბეჭდე და აბზაც წინადადებით მივედი და ვიპოვე ეს პუნქტები. იგივე არის დარჩენილი, ოღონდ დამატებული არის ვიმეორებ ოლიმპიადების და სპორტული ღონისძიებების თემა. ასე რომ ბატონ დავითსაც უამრავი აქვს ესეთი, მეც უამრავი მაქვს, ამიტომ მინდა გითხრათ რომ ეხლა ტრიალებს 4 ვარიანტი სხვადასხვა. სადაც სხვადასხვანაირად წერია, მაგრამ გარწმუნებთ აბსოლუტურად ერთი და იგივე. ამიტომ იყავით ყურადღებით. ეხლა ისმის კითხვა ბევრი საკითხავს. ის არის თავარი, ეს არის საინტერესოც რა უნდა ქნას შობელო. ზოგი ძაღლი დავხევო. ზოგი დახევას არა აქვს აზრი. აი აქ წერია თანახმახართ თუ უარს აცხადებს. უნდა დაწეროს რომ უარს აცხადებს. უნდა დაწეროს რომ უარს აცხადებს, მაგრამ აქვე სასურველია რომ დაწეროს განცხადება, რომელსაც ჩააბარებს და დაწეს რომ აი ამ ხელშეკრულებაზე ვაცხადებ უარს და ეს დაურთოს ამ უარს. იმიტომ იქ რას გადააკეთებენ აი ამ 5 ფურცელში, არავინ არ იცის. ეხლა აქ არის კიდე ერთი საყურადღებო მომენტი, რომელზეც მე ადრე არ გამიკეთებია ესეთი აქცენტები. ეხლა ნახეთ რა შეასაქმე მეგობრებო. აქ გარკვევი წერია და რამდენჯერმე მეორდება, რომ ეს პერსონალური მონაცემები უფლება ეკნება სკოლას, თქვენ აძლევთ უფლებას, რომ გადასცეს მესამე პირს. მაგრამ არ არის განმარტებული ვინ არის ეს მესამე პირი. ესე იგი, ეს რო გადასცენ ვიღაცას, ვინც თქვენ არ გინდათ რომ ამის შესახებ იცოდეთ, იქნება თუ გადასცეს ესე და აღარ მოგეწონათ რაღაცა და მიხვალ და იჩივლებ და იკითხავთ რატომ გადასცეს ეს მესამე პირს, თქვენ აგაფარებენ აი ამ ხელშეკრულებას. საცა თქვენ ნამდვილად გაქვთ მიცემული უფლება, როგორც მათ აცრაზე, ასევე ვიღაცაზე პერსონალური მონაცემების გადაცემისა. ისეთი მოვლენები ვითარდება სოფლიოში და საქართველოშიც, რომ ყველაფერი ინფორმაცია ვაგროვებთ და ამას ვაწყობთ პაზლებივით. აი, როგორც პაზლებს დააწყობ, ისე ვაგროვებთ ამას და მერე გასწვით თქვენ. ეხლა რა შეასაქმე? მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ დამთავრდა ჯანმოს სამიტი, 78 სამიტი, სადაც მიღებული იქნა ხელშეკრულება, ახალი პანდემიური ხელშეკრულება, რომელზეც მე სულ საუბრობ და ვაფრთხილებ მთავრობას, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერს იმის შესახებ, რომ იქ არის ჩადებული ნაღმები. და ერთ-ერთი პუნქტი, რომელმაც გამოიწვია იქ ჟენევაში ბევრი ქვეყნის უკმაყოფილება და ამ ხელშეკრულების ხელმოწერა იქვე არ შედგა, სხვანაირი ფორმა მიეცა, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მოაწეროს ხელი რაღაც გარკვეულ ვადებში, რომლებიც მათ მიეცა, მაგრამ ვადები არ არის მითითებული. და იქ არის ესეთი სადაო პუნქტი, რომ ქვეყანა ვალდებულებას იღებს, რომ გადასცეს სხვა ქვეყნებს, ანუ მესამე პირს, ანუ ჯანმოს, ქვეყანაში არსებული პათოგენების შესახებ ინფორმაცია და ინფორმაციის გენეტიკური მასალა. რატო უნდა გადასცეს ქვეყანამ ჩემი გენეტიკური მასალა, ან ჩვენი ბავშვების გენეტიკური მასალა ვიღაც უცხოელებს, იქნება ეს ჯანმო, იქნება ეს გაერო, თუ რაღაც სხვა წარმომადგენლობა. ეს არის სრულიად გაუგებარი და ძალიან გთხოვთ დაფიქრდით ამაზე, რა ხდება, რატომ ჭირდებათ ეს პუნქტი, რომ მესამე პირებს უნდა გადასცენ თქვენი შვილის პერსონალური მონაცემები. რას იკვლევენ, ვინ იკვლევს და ჩვენ რომ გამუდმებული რაღაცა გაუგებარი კვლევების და დაკვირვების ობიექტები ვარ და ლუპაში გვიყურებენ, ესეც კარგად ვიცით. და ის რომ დღესდღეობით ჩვენი გენის აფეთქება და გაღვიძება მოხდა, ამასაც კარგად ხვევდათ. ამდენი ნიჭიერი ბავშვი, ამდენი ნიჭიერი სპორტსმენი, ამდენი ნიჭიერი მომღერალი, საოცარი ბავშვები მოდიან და აი ამათი გენეტიკური მასალის დაკვირვება და შესწავლა ხდება რისთვის? რომ გაიყვანონ ეს ბავშვები და თვითონ მოიხმარონ, თუ რომ გაგვანადგურონ. ეს ძალიან დამაფიქრებელი საკითხია და ძალიან გთხოვთ იფიქრეთ ამაზე და ჩაერთეთ ამაში. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ახალგაზრდებს, კერძოდ არის ესეთი ვინმე გოგონა ახალგაზრდა ქალბატონი ხატია ჯანაშია, რომელმაც მოკიდა ხელი თვენახევრის წინ ამ თემას და საკმაოდ
ესეთი დამრტმელი გოგოა, შეუპოვარი, გააერთიანა მშობლები, ახალგაზრდა დედები, რომლებიც მას უფრო დაუჯერებენ ვიდრე ჩვენ. და რამდენადაც ვიცი, ისინი აპირებენ, რამდენადაც მის ლაივში ვნახე, აპირებენ სასამართლოში შეტანას აი ამ საკითხის და უნდა უჩივლონ აი ამ ხელშეკრულებას. მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ ისინი შეფუთავენ, რაღაცა შეცვლიან და ტექსტი აზრი დარჩება იგივე. და მოდი დავფიქრდეთ იმაზეც, რომ თუ კი ჩვენ ვაპროტესტებთ ამას და ვხედავთ ამაში რაღაც საეჭვოს და გვინდა რომ ეს არ შედგეს ეს ხელშეკრულება, რომ ესეთი პუნქტები არ იყოს მაშინ. რატომ არის რომ მაინც ესე ძალადობენ და მაინც გაწვევიან იმაზე, რომ აუცილებლად მიიღონ თქვენგან ეს ნებართვები. ამაში რაღაცა მზაკრობა როდევს, ამას დიდი, მე მგონი ჭკუა და დიდი ექიმობა და იურისტობა არ ჭირდება. კიდევ მე მინდა გითხრათ ესეთი რამ, რომ თქვენ გაქვთ უფლება, აი აქ პირდაპირ წერია ამ ხელშეკრულების ბოლოში, რომ თქვენ გაქვთ უფლება, რომ ნებისმიერ დროს გამოიწვიოთ ეს ხელშეკრულება უკან, მიმართოთ სკოლის დირექციას წერილობით და სკოლა იღებს ვალდებულებას, აი ამ ხელშეკრულების მიხედვით, რომ გაქცენ 7 დღის განმავლობაში პასუხი. და შედგეს ლიკვიდაცია აი ამ ხელშეკრულების. ასე რომ ნუ გეშინიათ ვინც ხელი მოაწერეთ, თქვენ შეგიძლიათ ახლავე მიმართოთ, დაფიქრდით რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა თქვენ გეტყვიან რომ ამაში არაფერი ისეთი არ არის. რა თქმა უნდა ბევრი მშობელი ვინც ხელი მოაწერა, მიდის მათ მხრივ ესეთი პროპაგანდა, რომ ამაში არაფერი არ არის, მოაწერეთ ხელი და ყველაფერზე ნუ ხართ ეჭვიანები და ჩასაფრებულები. ისეთი დრო მოვიდა სამწუხაროდ, რომ ყველა სათითაოდ უნდა ვიყოთ ჩასაფრებული, უნდა იყოთ ძალიან ყურადღებით ყველაფერზე, რაც ეხება უფლებების მიცემას და რაც ეხება თქვენი შვილების ჯანმრთელობას. და კიდევ ერთი მინდა დავამატო, აქ ბევრი მეკითხება, რამდენად სანდოა დღევანდელი ვაქცინები. მე პირადად არ ვენდობი არაფერს, იმიტომ რომ ბილ გეიტსმა გარკვევით გამოაცხადა და ეს არ არის დამალული ინფორმაცია, რომ აწინ ყველა ვაქცინა დამზადდება RNM პლატფორმით. ანუ იმ წესით, რომლითაც დამზადდა COVID-ის ვაქცინები. და ამას რა მოყვა, მე მგონი უკვე არავისთვის აღარ არის თაფარული. რამდენი გართულება, რამდენი სიკვდილიანობა, რამდენი დაავადება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ბიჭებში, მოზარდებში და ახალგაზრდა მამაკაცებში 30 წლამდე. ეს არ ეხება მარტო COVID-ის ვაქცინას, ეს შეეხება ნებისმიერს, რომელიც დამზადებული არის RNM პლატფორმაზე, ანუ spike ცილის შეყვანით. საერთოდ მე როგორც ექიმი ვამბობ იმას და ამას ამბობდნენ ჯერ კიდევ ჩემი ბაბუის თაობები, რომ არავითარი უცხო ცილის შეყვანა ორგანიზმში არ არის უსაფრთხო და არ არის საჭირო. მე პირადად არა ვარ ასრილი, ექიმების ოჯახში ვარ გაზრდილი და იმ თაობის მოაზროვნე ექიმებიც იყვნენ უკვე მაშინვე აცრების წინააღმდეგი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იყო საბჭოთა ვაქცინები, კეთდებოდა ერთი აცრა, რაღაც პერიოდის მერე შემდეგ მეორე და სულ რამდენიმე აცრა კეთდებოდა. და ეს იყო კარგად გამოცდილი, იყო ესეთი გამალეას ინსტიტუტი მოსკოვში, რომელსაც ყავდა მილიონი ზედამხედველი და მაყურებელი და ყველაფერი იყო კონტროლებადი ჯანდაცვის სისტემის მიერ და დამატებით კიდევ უამრავი ინსპექციები იყო შექმნილი. დღეს ეს სიტუაცია რო არ არის, ჩვენ კარგად ხედავთ და არავინ რო არ ფიქრობს ჩვენ ჯანმრთელობაზე და მით უმეტეს ჯანმო გლობალისტები და მათი მესვეურები სულ პირიქით ფიქრობენ და ის რომ აუტიზმის გაფართოება და გამრავლება, მათ მომრავლება აუტისტების მათ ყველანაირად აწყობთ, როგორც ეკონომიკურად, ესევე სოციალურად, ეს მე მგონი უკვე ყველასთვის ნათელია. ასე რომ ძალიან ფრთხილად ვიყავით მეგობრებო. კიდევ არის რამე შეკითხვები? შეკითხვა რა არის იცით, აი ფაქტიურად ეს თანხმობის ფორმა იმდენად აი შენიღბულად არის თვითონ ტექსტი, რომ ვერ გაიგოს მშობელმა კარგად და თბილად ესაუბრონ და მე ხელი მოაწერო. საერთოდ რატომ ადრე არ ხდებოდა ესეთი რაღაცა, რომ ხელშეკრულება დაედოთ? ჩვენ დროს ხომ არ იყო ასეთი რამე? არა, არ ჩვენ დროს არ იყო, არ ჩვენი შვილების დროს არ იყო. ეს გამოჩნდა რამდენიმე ხნის წინ, როცა დაიწყო აი ეს რაღაც გაურკვეველი რეფორმები 2000 წლის მერე უკვე ეს სააკაშვილის რეფორმების შემდგომ დაიწყო, ну, თლათ მაშინ არა, ცოტა მერე და ამ ხელისუფლებამ გააგრძელა ეს და კიდევ უფრო
გააფართოვა ესე ვთქვათ. მაგრამ ესეთი უფლებები თავიდან არ იყო ჩადებული, იყო ძალიან ელემენტარული. მე ისიც მიგვირდა რა საჭირო იყო. და კიდევ ერთი რამე არის, აი წერია რომ სკოლამ უნდა იცოდეს, აქვს თუ არა ბავშვს ქრონიკული დაავადებები ან ალერგია. ახლა საქმე იმაშია, რომ იგივე ალერგია შეიძლება პირველ კლასში რო შედის ბავშვი მას არ ქონდეს და დაემართოს 1 წელიწადში ან 2 წელიწადში. ან შეიძლება სულაც არ იცოდე რომ რაღაცაზე, თქვათ არა აქვს მას მარწყვზე ალერგია, მაგრამ აქვს იმ კომპონენტებზე, რომლებიც შედის საცრაში და აქვე მინდა ვთქვა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ ბატონო თუ. აი არის ესეთი ბგ-ჰეპატიტის საცრა, რომლითაც სრიან ახალშობილებს პირველი 12 საათის განმავლობაში. ისი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მეც და არა მარტო მე მსოფლიოში ყველა მოაზროვნე ექიმი არის ამის წინააღმდეგი. და ინსტრუქციაში წერია ძალიან საინტერესო რამ უკუჩვენებებში. რომ იმ შემთხვევაში არ შეიძლება გაკეთდეს ეს საცრა, თუ კი ამ ბავშვს აქვს გართულებები ამ და ამ კომპონენტებზე. მე ვსვამ კითხვას, არ ჭირდება ამას ექიმობა, ბატონო დათო. მე ვსვამ კითხვას, საიდან იცის ვინმე ახალშობილ ბავშვს პირველი 12 საათის განმავლობაში აქვს თუ არა იმ კომპონენტებზე ალერგია. როგორ ფიქრობთ, უნდა ამას ექიმობა? ანუ ბავშვი დაიბადა 12 საათი არ არის გასული ჯერ და უკვე ვიღაცამ უნდა იცოდეს. ანუ ფირმები ესე იზღვევენ თავს და თუ კი ეს ბავშვები ყდებიან და არის ამის შემთხვევების, თუ კი ესენი ავადებიან, ემართება ძალიან ხშირად მათ სიყვითლე, ან რაღაცა სხვა გართულებები, ან ნევროლოგიური გართულებები, მაშინ ფირმა თავს იმართლებს იმით, რომ აი მას ინსტრუქციაში ჩაწერილი აქვს ესეთი რამ. და ეს ხომ აბსურდია დამეთანხმეთ. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ აი იმის წაკითხვას, იმის ახსნას, რას წერენ და იმდენ აბსურდს გადააწყდებით აი ამ ვაქცინაციის ინსტრუქციებში და პროპაგანდაში, რომ გაგიკვირდებათ, მაგრამ თქვენ ამას ყურადღებას არ მიაქცევთ. თუნდაც იმიტომ, რომ ახალშობილს რო უკეთებენ იმასრებს, არავინ არ ეკითხება, წესით უნდა კითხონ და ნებართვა უნდა იყოს მშობლის. მაგრამ არავინ არ ეკითხება დედა შოკშია იმ პერიოდში, მშობელს გონია რომ იცავს ბებიას, ბაბუას, არ აქვს ეს ინფორმაცია უბრალოდ. და არც არავინ აძლევს იმ ინსტრუქციას. მე დარწმუნებული ვარ, ექიმებსაც არ აქვს საკითხული, თორე რომელიმე ექიმი შეამჩნევდა. თუმცა არიან ესეთი ექიმები, ვინც ამჩნევს, მაგრამ ზოგს ხმის ამოღების ეშინია, კერძოდ ვიცი რომ რამდენიმე პედიატრი, რომლებიც სამშობიაროში მუშაობენ, მათ შემჩნეული აქვს და წინააღმდეგები არიან, მაგრამ სამსახურის დაკარგვა არავის არ უნდა. და ძალიან ვთქვათ ექიმებო, ჩაუღმავდით ამ პრობლემას, ჩვენ გენოფონს ეხება ეს თემა, ჩვენ ბავშვებს ეხება და მერე დგება საკითხი, საიდან მოდის ამდენი ქრონიკული დაავადება ბავშვებში, საიდან მოდის ამდენი დიაბეტი სულ პატარებში და საიდან მოდის ამდენი აუტიზმი. იქნებ დაფიქრდეთ და თქვენ თვითონ მიხვდეთ, რომ თქვენ ბავშვებს რა ჭირდება და რა არ ჭირდებათ და რა შესაფრთხეები და სანამ მე დამიწყებთ ოპონირებას, ძალიან ვთქვათ, რაზეც ვსაუბრობ, იმაში გაერკვიეთ და ნუ დაიწყებთ ლანძღვა გინებას. ძირითადად ის, ვინც მე ოპონირებას მიწევს, არიან ბოტები და ტროლები, თუ კი ეს Facebook-ს ეხება. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ ჩვენი ლაივის მერე ძალიან ბევრი ესეთი ჩაერთვება, გადაამოწმეთ მე ვინ წერს ამას და თუ კი არ არის ეს ტროლი და ბოტი, ან არის ფინანსურად დაინტერესებული, ან არის გაუნათლებელი ადამიანი. და ალბათ ორივე ერთად. თუ გაუნათლებელია, ეს დანაშაულია და თუ განათლებულია იცის და შეგნებულად აკეთებს ამას, ეს უკვე ბოროტმოქმედებაა დამერწმუნეთ. და დღეს რომ ეროვნულად არ აზროვნებენ ადამიანების უმრავლესობა არა, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი, ესეც ხო ფაქტია. და ის რომ თავიანთ შვილებს რომ ხიზილალაა ჭამონ, ამიტომ თქვენ შვილებს წირავენ გაუგებარი ბედისათვის, ესე ვთქვათ, პირდაპირ მოდით. აი, რამდენიმე მშობელმა მომწერა, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ესე იგი გვაძალებენ ხელის მოწერას, რომ და თუ ხელს არ მოაწერთო, თქვენ შვილსო სასწავლო პროცესში, თქვენი შვილი სასწავლო პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებსო. ანუ აი ხო გესმით რაზე ლაპარაკი, რანაირ ძალდატანებაზე ლაპარაკი. მე რამოდენიმეს მიწერე იქ და ეხლა გასაგონად ვამბობ, რომ თუ კი ასეთი შემთხვევები იქნება, ჩაიწერეთ, რომ აი ესეთი ძალადობაა და გადმოგვიგზავნეთ, ჩვენ აუცილებლად ამ საქმეში ჩავთავთ იურისტებს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ
პედაგოგს, რომელიც ესეთ ძალდატანებას იჩენს. მე მინდა გაჩვენო დოკუმენტი, რატომ ეს არის ჯანდაცვის ოფიციალური დოკუმენტი. ეს არის პასუხი, რომელიც მათ გასცეს ცნობილ ადვოკატს ბატონ თემურ ლომიძეს. როდესაც პაპილომა ვირუსზე დაიწყო ესეთი დაძალება და დაიწყო ოჯახში შემოვარდნები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომ აცერით და ეს ავალდებულოა, მან მიმართა ოფიციალურად როგორც ადვოკატმა ჯანდაცვის სამინისტროს და მიიღო იქიდან აი ეს დოკუმენტი. სამწუხაროდ ძალიან ცუდად ამოიბეჭდა, სადაც წერია, რომ გარკვევით, რომ პაპილომა ვირუსის აცრა, ისევე როგორც სხვა ყველა აცრა, გეგმიური აცრები, საქართველოში არ არის სავალდებულო. და მე ბევრ ადამიანს გაუგზავნე, ვინც დამისვა ეს კითხვა, არის თუ არა სავალდებულო, ანუ ვიმეორებ, პაპილომა ვირუსის აცრა, ისევე როგორც ყველა სხვა გეგმიური აცრა, საქართველოში არ არის სავალდებულო. შავი ცეცხლზე წერია, ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტია. პასუხი ბატონ თემურის კითხვაზე. მე ამას თქვენ გადმოგიგზავნით, ბატონო დავით, მე ეს გაუგზავნე ხატია ჯანაშიასაც, ეს მეც დავდებ კიდე თავიდან ამ დოკუმენტს ჩემ გვერდზე და შეგიძლიათ შებრძანდეთ, ვისაც ეს გაინტერესებთ და აი ყველგან ჩვენ ნებისმიერ ჩვენთაგანს მოგმართოთ და ყველანი გაგცემთ ამ პასუხს. და ნუ კიდე რა. ერთი მინდა შევნიშნო, კი, ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, რომ ყველა თუ კი ჩაერთვება მთლად უკეთეს. მაგრამ აი პირადში წერდა მე იქ ღიად კომენტარებში ეს ახალგაზრდა ქალბატონი ხატია ჯანაშია და იქ სიცილის სმაილიც კი დადო, რომ ესე იგი მეკამათებოდა, რომ ტყუილიაო, შეჩერებულიაო. აი არაფერი არ არის შეჩერებული, ქალბატონო ხატია, ეს საბუთებია, ეს სკოლა. ახლა არჩუჩი მიჭირავს ორი სხვადასხვა სკოლის საბუთი, სადაც ეს დარიგებული არის და ათობით მშობელი მწერს პირადში ყოველდღე. კი, მეც მივიღე გუშინაც, გუშინწინა. იმასაც მწერენ, რომ აცრილებია და რა გვეშველებაო ეხლა. და ხელმოწერები გვაქვს კიდევ გაკეთებული და რა გვეშველებაო. უნდა დაწერონ სასწრაფოდ რა ქვია, გამოტანაზე, ლიკვიდაციაზე, ანუ გაუქმებაზე. და 7 დღის განმავლობაში სკოლამ უნდა უზრუნველყოს აი ეს. და თუ სადმე ძალადობა იქნება, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ აუცილებლად ამ საქმეში ჩავთავთ იურისტებს და ძალიან ცუდად წაუვა საქმე იმ პედაგოგებს, ვინც აი ამას არ ღვევს, კონსტიტუციას არ ღვევს. რატო უნდათ ეს ამ ხელშეკრულებაზე მშობლების ხელმოწერა? იმიტომ რომ არასრულწლოვანი ბავშვის აცრა კონსტიტუციით იჯება და რა თქმა უნდა, უნდათ ნებართო, მაგრამ როდესაც პედაგოგი ჩადის დანაშაულს და აძალებს. პედაგოგი არა, სკოლა. ისა სკოლას და პედაგოგები, ხო? პედაგოგი პროპაგანდას. რა თქმა უნდა, კი, სკოლის ადმინისტრაცია. კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა. ხო, რა შეეხება ახლა სასამართლოს, მე რამდენადაც ვიცი, მოვისმინე ხატია ჯანაშიას ლაივი და მან თქვა, რომ ისინი ახლა აიყვანენ ადვოკატს, თუ არ ვცდები თემურ ლომიძეს სწორედ, რომელიც ძალიან იბრძვის ხალხის საკეთილდღეოდ და აპირებენ შეტანას, ხო, როგორც თქვი. და მე ვფიქრობ, რომ ისინი კარგად მიხედავენ ამ საკითხს, ანუ ესეთი თქვა დამრტმელი ძალა იქნებიან, იმიტომ რომ მათ შვილებს ეხებათ. ეს უნდა ის რომ დაითავონ თვითონ დედებმა. იმიტომ ბებიები ამ შემთხვევაში უკვე უძლურები ვართ. არ გვიჯერებენ დედები. ბები ამიცის, მაგრამ დედა არ უჯერებს. აი დედებმა უნდა გააკეთონ მობილიზაცია და მე რამდენადაც ხედავ ამ გოგოებმა შეძლეს გაერთიანება რაღაც საკმაოდ დიდი ძალების მობილიზაცია ამ დედების სახით. და ამას მივესალმები ყოჩაღლოვოები. და კიდე რაღაც მინდოდა მეთქვა. ხო, აი აქ არის გრაფები, უბრალოდ დაინახოთ თანხმობისა და უარის შემთხვევაში, რომ აღნიშნოთ თქვენი უარი. მაგრამ მარტო ჩიტებით არ უნდა აღნიშნოთ. არა, რა თქმა უნდა, ხო და ეს არ უნდა აღნიშნოთ და არავინ შეგაშინოთ ასე რომ ჩვენი კონსტიტუცია ჯერჯერობით ჩვენ გვიცავს, თუმცა აი იმ ახალ პანდემიურ ხელშეკრულებაში თუ კი იმას მიიღებს ჩვენი მთავრობა, იქ უკვე კონსტიტუციას მოქმედება ჩერდება და ჯანდაცვის კანონისა და ჩვენი ჯანმრთელობის სამინისტრო და ჩვენი განათლების სამინისტრო როგორც ხედავ, ყოველივე ამას ხარს უჭერს და ჩვენი ბავშვების დასაცავად არ არიან მომართებულები ამ კუთხით. ისევე როგორც ჩვენ დასაცავად სხვათა ხარს უჭერენ, კი, აგერ ჩვენ მოვისმინეთ საჯაროდ აგერ ლადო კახაძის განცხადება, როგორ ხარს უჭერს
დასაუბრა უნდა არა, გამოვიდეთ. ჩვენ ნახეთ ჩვენი მინისტრი სარჯვალაზე რო იყო ჩასული, როგორი პირდაპირ მოლაპარაკებები აწარმოა კურიერში ვნახე მე და სატელევიზიო გადაცემებში, როგორ პირადად შეხვდა თედროს და დაპირდა კიდევ რეგიონალურ ხელმძღვანელს ჯანმოსი და ეს პირობები დადო, აღფრთოვანებული ყვებოდა ამაზე ჩვენი ტელევიზიები, რომ სხვადასხვა მიმართულებით ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი. და თანამშრომლობაზე არიან მზად, როცა ჩვენ ვაყენებდით საკითხს ჯანმოდან გამოსვლაზე და მინდა ვისარგებლო მომენტით, ბატონო დავიდა, მადლობა გითხრათ თქვენ და მადლობა უთხრათ თქვენ მაყურებელს, იმიტომ რომ ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანები, რომლებმაც მაშინ დამიჭირეს მე მხარი, ჩემი პროექტი არ იყო, ეს იყო ის ზოია ტომარაძის გაკეთებული და მადლობა მას, როცა გაკეთდა პეტიცია. ჩვენ მქონდა თქვენ მომიწვიეთ მე მაშინ მქონდა ამაზე გადაცემა და სწორედ თქვენმა მაყურებლებმა დიდი რაოდენობით გამოთქვეს ენთუზიაზმი, დაიწყეს შეგროვება აი ამ ხელშეკრულებების და იგივე ემიგრანტებმა ძალიან დაგვიჭირეს ამაში მხარი. თუმცა ემიგრანტების ეს არ მიიღეს, ბევრი ხელმოწერა დაიწუნეს, იმიტომ რომ იყო გადმოგზავნილი კომპიუტერით. მაგრამ სხვებისგან განსხვავებით და მე მინდა გითხრათ, რომ ის ადამიანები, რომლებიც გაყვირიან Facebook-ში და კერძოდ ჩემ მეგობრებშიც არიან, რომ გაყვირიან, რომ გამოვიდეთ, არ გვინდა ჯანმო, იმათმა თავი შეიკავეს ხელმოწერებისგან ბევრმა და რამდენიმე მისის კი იკადრა, რომ გამოვიდნენ და წერდნენ, რომ არ მოაწეროთ ხელი, იმიტომ რომ ეს არ არის მათი გაკეთებული და ეს არის ტომარაძის გაკეთებული. რა მნიშვნელობა აქვს ისი გაკეთებულია დოკუმენტი? თუ კი ეს გვეხება ჩვენ ყველას, ნეტა ვინმე გააკეთებდეს. მე მაგალითად, ჩემ გაკეთებულს ვინმე რომ აიტაცებს, ჩემ ინფორმაციას ვინმე რომ გააზიარებს და გაავრცელებს და გამოეხმაურება და გადაიღებს და იგივეზე ისაუბრებს, მე მისი მადლობელი ვარ. მე იმისთვის ლაპარაკობ, იმისთვის ვიღწვი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, გაითვალისწინოს და რაც შეიძლება მეტი გადარჩეს და მე ამისგან მაქვს ძალიან დიდი სარგებელი, ასე ვთქვათ, არაფინანსური, არამედ მორალური. როცა ქუჩაში ხვდებიან ადამიანები, როცა მე მივდივარ იგივე მაღაზიაში, ბაზარში, ან მივდივარ განსაკუთრებით ეკლესიაში, უამრავი ხალხი მოდის და მეუნება მადლობას, რომ თქვენ გადაგვარჩინეთ ამ ოცრებს. ზოგი აცრილია, მაგრამ მაინც მეუნება მადლობას, იმიტომ რომ მე გადავარჩინე ამითი სხვები. ეს არის ჩემი და ალბათ ბატონო დავით თქვენის ყველაზე დიდი ანაზღაურება, ესე ვთქვათ. და მე არანაირი პარტიული მასში არ ვარ გაერთიანებული, არანაირ პოლიტიკაში არ ვარ ჩართული, ის რასაც მე ვაკეთებ, მე ვთქვი, რომ ყველა პოლიტიკაზე უფრო მაღლა დგას. და დღესდღეობით ესეც მინდა გითხრათ, რომ ამერიკა გავიდა ჯანმოდან, აი ეს თემაც ბარემ მინდა ვისარგებლო მომენტით, სათემაა, მაგრამ ყველაფერი გადაბმულია მეგობრებო ერთმანეთზე. ამერიკა გავიდა ჯანმოდან, რამდენიმე ქვეყანა მიბაზა, არგენტინაც უკვე გავიდა და სწორედ გუშინ მომივიდა კენედის ოფისიდან ინფორმაცია, რომ ამერიკამ და არგენტინამ უკვე დაიწყეს ამ ორგანიზაციის შექმნა. კენედი მიმართა სამიტს, ჯანმოს სამიტს და ესეთი მიმართვა იყო, ვიდეო მიმართვაც არ და წერილობითიც, რომ დაანებეთ ამ კორუმპირებულ და პოლიტიზირებულ ორგანიზაციას თავი, რომელმაც გამოაჩინა რისთვის იბრძვის და არ ზრუნავს ხალხის ჯანმრთელობაზე და მოდით ყველა ჯანმრთელობის მინისტრებმა შევქმნათ ერთობრივი სისტემა, რომელიც იქნება აპოლიტიზირებული, არ შეასრულებს აი deep state-ის და გლობალისტების დაკვეთებს და იზრუნებს რეალურად ადამიანების ჯანმრთელობაზე და კენედის ჯგუფს მე ვარ მიერთებული უკვე 15 წელიწადია და ვიცი ყველა მათი ნაბიჯი. მათი ნაბიჯები არის რეალურად ჯანმრთელი ადამიანების და ჯანმრთელი თაობების გაზრდა. შეგიძლიათ ნახოთ, ამას ქვია Children's Health Defense, მის ორგანიზაციას და ის რეფორმები, რომელსაც ეხლა ატარებს კენედი ამერიკაში, არის გასაოცარი. რა გამოუვა და რამდენად მიუშვებენ არ ვიცი, მაგრამ უამრავი აი ამ ორ თვეში რაც დაინიშნა, უამრავი რამ გააკეთა ამ ადამიანმა. უამრავი ბრძანება და ეხლა მოგეხსენებათ ამერიკაში არის 50 შტატი, თითო შტატი არის მე მგონი საქართველოს ხელა და მას უწევს ყველა შტატთან თავისი მოლაპარაკების და კონტრაქტების დადება, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ფედერალური კანონი არის ერთი ყველასთვის, მაგრამ ყველა შტატს იქ აქვს თავისი შტატის კანონები და თავისი ლამის კონსტიტუცია. ამიტომ
და ნაწილი იცით თქვენ რომ დემოკრატების დაქვემდებარებაშია ეს, ნაწილი რესპუბლიკელების, მეტი ნაწილი რესპუბლიკელებში. და ვიმეორებ, კიდე ასევე რამდენიმე ქვეყანამ უკვე განაცხადა ჯანმოდან გასვლაზე საკითხი. ეს იყო უნიკალური შანსი ჩვენი მთავრობისთვის, თუ ისინი ამბობენ, რომ არ მიდიან აი ამ ევროპულ სახლში ესეთი, ან ევროპულ სახლს მე გულისხმობ ევროკავშირს ცუდი გაგებით რაც არის და არ დაექვემდებარებიან მათ დიქტატს და მიდიან ამერიკული გზით, მაშინ ეს იყო გადასარევი ვარიანტი, იმიტომ რომ ეს არც რუსეთს გააღიზიანებდა, იმიტომ რომ არ არის პოლიტიკური ნაბიჯი, არც ევროკავშირს არ უნდა ქონოდა ამის წინააღმდეგ რაღაცა, იმიტომ რომ ეს არის სამედიცინო კუთხე. და აი შეეძლოთ ამის გამოყენება, მაგრამ მე ამის მზაობას ვერ ხედავ. სულ პირიქით დავინახე და ვარ შეშფოთებული იმითი, რაც დავინახე და როგორ ტრაბახობენ იმითი, რა შესანიშნავ შედეგებს მიაღწია ჩვენმა მინისტრმა თურმე იქ მოლაპარაკებების გზით. ჩაეხუტა თედროს, ანუ ჯანმოს დირექტორს და ნუ იქაურ ხალხს, ვინცაც ჩვენი დაღუპვა უნდა, ეს ხომ აშკარაა უკვე. და წარმოიდგინეთ, მაშინ როგორ დაექვემდებარებიან იმ პანდემიის დროს და რაებში გაგვატარეს, ყველას გვახსოვს ეს. და ეხლა როცა უკვე ამ ხელაუფლებებს მიიღებენ და ხდებიან ფაქტიურად ბრძანებლები იმ ქვეყნებში, რომლებიც ამას შეუერთებიან ამ ხელშეკრულებას და ხელს მოაწერენ, იქ რას გვიზამენ, როცა იძულებული იქნება უკვე მთავრობა, რომ დაემორჩილოს მათ პირდაპირ ვთქვათ ხუშტურებს. ნუ 100%-იანი გაცხრილები რომ უნდა ვიყვეთ ყველა, ეს არ იმალება, მილიარდობით ვაქცინებია უკვე დამზადებული. უკვე დამზადებულია. ჯერ არ იციან რა ვირუსია. მილიარდობით. მაგრამ მიზანი ის არის, რომ ყველაში შეიყვანონ აი ეს რაღაცა გაურკვეველი სითხეები და ყველა შეგვიცვალონ გენეტიკური კოდი და ამ ხელშეკრულებებში კიდე ჩადებული ერთი რამ, რომ თუ კი ადრე იყო შემოტანა გაიოლებული პანდემიისთვის საჭირო არასამკურნალო საშუალებები ძირითადად, ეხლა დაემატა მას ისეთი საშუალებები, როგორც გენური თერაპიისთვის საჭირო საშუალებები. და ნუ წარმოიდგინეთ, გენური თერაპია, მათ აღიარეს, რომ RNA ვაქცინები ეს არის არა ვაქცინა, არამედ გენური თერაპია და იბადება კითხვა, რატომ უნდა შემოიტანო და რატომ უნდა გამიკეთონ მე, აი ჯანდაბას მე წამსვლელი ვარ, შემიცვალეს გენში რაღაცა, ხო? მე აღარა ვარ უკვე წარმოებელი და დამტოვებელი შთამომავლობის, ხო? მაგრამ იმ ჩემს შთამომავლობას რატომ უნდა გავუკეთონ, რომელიც უნდა გამრავლდეს. ერთია, რომ პაპილომა ვირუსით აქვეითებენ შობადობას, უშვილოებს ხდიან დიდ ნაწილს და მეორეა კიდე გენურ თერაპიას ჩაუტარებენ. ანუ გენის გადაკეთებას. აი ის რაზეც მე ვამბობდი ამ ხელშეკრულებაში, გენეტიკური მასალის გადაცემა. რისთვის? რომ ნახონ რა არის ჩვენ გენში, რა არის ჩვენი გენეტიკური კოდი, კარგად შეისწავლონ, რომ მე შეცვალონ. ის რომ აქტიური მოსახლეობა და ჯანმრთელი ქართველები არავის არ ჭირდება და საქართველოს ქართველების გარეშე ეს იყო თავიდან გარბაჩოვამ გააჟღერა მახსოვს, მერე ჟირინოვსკი ლაპარაკობდა ამაზე როგორც მახსოვს, თუ არ მეშლება და ეხლა გლობალისტები ამას ახორციელებენ, ხო? და ისინი ვარსად არ წასულან და ისევ იბრძვიან თავიანთი უფლებების და თავიანთი გეგმების განსახორციელებლად, ეს ფაქტია, რომ ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და თქვენ იცით კიდე ერთი რამ არის, რომ გაერომაც მიიღო დადგენილება და აი ამ ახალ პანდემიურ ხელშეკრულებაში ნომერ პირველი პუნქტი არის დეზინფორმაციასთან ბრძოლა. და ეს იქნება დასჯადი. და მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო თვეები მე პირადად ისე ვარ დაბლოკილი, რომ ბევრი თქვენთაგანი თუ მხედავდა ადრე, ვეღარ მხედავენ. ჩემ გვერდზე რო შეხვიდეთ, შეიძლება იქ ნახოთ და შეიძლება იქაც ვერ ნახოთ. თუმცა მე ყოველდღე ვდებ რაღაც სიახლეებს. ახლა სტატიებს რა ხდება უცხოეთში. ის რაც ეხება ჯანმრთელობას, რაც ეხება პანდემიას და პოლიტიკურს არაფერს არ ვდებ. მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს არის ზე პოლიტიკა, იმიტომ რომ საუბარი არის სიცოცხლის გადარჩენაზე და მე არ მინდა რომ ვინმეს კონდეს უფლება და ვინმე გადამიწვიტოს. მე როდის უნდა დავტოვო ეს პლანეტა. ღმერთმა რაც გამომიყო, იმან იცის. უკეთესად როდის უნდა წამიყვანოს და სად უნდა მოხვდე. ამიტომ ხოლმე დაუშვებლად მიმაჩნია, რომ ვიღაცამ, იმიტომ რომ მე ვარ უკვე პენსიონერი და როგორც ესენი აცხადებენ, პენსიონერები ვართ ბალასტი, რომელიც სუნთქავს და გამოყოფს CO-ს, რომელიც იწვევს შემდეგ გლობალურ დათბობას და ვამძიმებთ პლანეტას და გარდა ამისა, კიდე არის რაღაც გარკვეული ფაშისტური მიმართულების ორგანიზაციები, კერძოდ გერმანიაში უკვე კარგახნის წინ დაიწყო, არიან რუსეთშიც ესევე
რაც მე მინახია, არიან ევროპის ბევრ ქვეყანაში უკვე, რომლებიც თვლიან, რომ რატომ უნდა ვარჩინოთ პენსიონერები, ჩვენ იმისთვის არ მუშაობთ, რომ ვიხადოთ გადასახადები და ისინი ამით ვარჩინოთ. ამიტომ ისინი უნდა მოვახდინოთ მათი უტილიზაცია. და კიდე ერთი რამ, რასაც ვითომ კავშირი არ აქვს დათვალისწინებასთან. რამდენიმე ქვეყანამ ახლა მიიღო, არ მინდა დავასახელო, ქვეყნები, სკანდინავიის ქვეყნებზე ლაპარაკი, კანონი ევთანაზიის შესახებ, რომ ევთანაზია იყოს მიღებული. და ამას დაუჭირა იტალიის პრეზიდენტმა მხარი, მოკლედ, დიდი ამბებია, ძალიან მოწონთ, არს უკრავენ აი ეს ნეოფაშისტები. რას ნიშნავს ეს? ადამიანი განუმარტეთ, ანუ ხო. ევთანაზია რას ნიშნავს? ეს ნიშნავს თანხმობას, რომ იმაზე რომ ადამიანი მოაკვდინო. ესე იგი, ეს თითქოს ეხება იმას, რომ ვინც ონკოლოგიურია ან მძიმე დაავადებული და იმან რომ არ იწვალოს, ამიტომ უნდა დაეხმარონ მას ხელოვნურად სიკვდილში. ანუ შეუყვანონ სასიკვდილო შხამი, რომ არ იტანჯოს. ვითომ ძალიან ისეთი ჰუმანური არის ვითომ ეს, რომ ადამიანმა არ იწვალოს. ადამიანი თუ წვალობს და მისი სიკვდილის არის ღმერთის ხელში. ის გადის რაღაცა სტადიებს, მისმა სულმა ეს უნდა გაიაროს. ეს ღმერთმა დაუწესა და ღმერთზე კარგად არავინ არ იცის. და არის ესეთი პროცესი მიდის ახლა ევროპაში, სასამართლო. რა გარანტია გვაქვს, რომ ჯანმრთელ ადამიანს არ გაუკეთო? ერთი წამით, აი მაგ მივდივარ. და ნახეთ რა არის სასამართლო მიდის ეგრეთ წოდება ერთი ორგანიზაციის, რომელსაც ქვია ბოროტი ექთნების ორგანიზაცია, რომლებიც სპეციალურად ხოცავდნენ ხალხს. აი ამ კოვიდის დროს იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ საავადმყოფოში მოხვედრილები და არის მთელი ამბავი ამაზე ატეხილი ამ დაჭაზე. და ზუსტად აი ამაზე ლაპარაკი, რომ ეს არის ერთი გუნდი და ესეთი გამოჩნდება ბევრი, რომელიც ფულის გამო გააკეთებს იმას, რომ ადამიანი, რომელიც მოხვდება საავადმყოფოში, ის სულაც არ არის სასიკვდილო, მაგრამ ხელოვნურად მოკლას. კიდევ სხვა მიზანიც ჰქონდეთ. აი მაგალითად თავის ხელშია პაციენტი, რეანიმაციაშია და ორგანოებით ვაჭრობა ცნობილია, ხო? ანუ რაიმე ორგანო და შემდეგ ვითომ იტანჯებოდა და მე კი ბატონო, რა მიზეზი იქნება მნიშვნელობა არ აქვს. ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, რომ ვიღაცას უნდა ამ ადამიანის ლიკვიდაცია, ვთქვათ პოლიტიკურად თუ პირადი შურისძიების გამო და გადაუხდის და ეს ადამიანი ჩაითვლება. რამდენი შემთხვევა იყო, რომ თავისი ფეხით შევიდა კოვიდის დროს ადამიანი საავადმყოფოში, იგივე საქართველოში და მეორე მესამე დღეს შეატყობინეს, რომ ის გარდაეცვალა და მე შავი პარკებით ატანდნენ ისე, რომ მათ არც გაუხსნიათ და ზოგმა აღნიშნა, რომ პარკებიდან სისხლი დიოდა. რატომ უნდა წამოსულიყო სისხლი, ეს გაუგებარია, ხო? ანუ რაღაცა ხდებოდა, ხო? და ჩვენ ვამბობთ იმას, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს იყო არასწორი პროტოკოლებით მკურნალობის ბრალი. ეხლა ვერაფრით ვერ ვიტყვი სხვა რამეს, მაგრამ იგივე ახლა მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი არსებობს, კი. ხო და ირკვევა ახლა ერთი ისე, რომ ინდოეთში არის ბაზარი მთელი ორგანოებით ვაჭრობის და იქ ჩავაქვთ ნებისმიერი ქვეყნიდან ეს ორგანოები, ხო? ასე რომ არაფრისგან დაზღვეულები არ ვართ, მეგობრებო. ხედავთ თქვენ, რომ დღეს წამყვანი ძალა, რომელიც მართავს მსოფლიოს, არის ფული და ადამიანები ფულის გამო ყველაფერზე მიდიან. ასე რომ ძალიან ფრთხილად იყავით. იგივე თქვენი შვილის მდგომარეობა, ჯანმრთელობის იქნება და ყველაზე ჯანმრთელ ბავშვებს არჩევენ და ბავშვების გაქრობის პრობლემაც არსებობს, ხო? ასე რომ მოკლედ შევაჯამოთ მაშინ. აი ეს შევაჯამოთ არაფერი კარგი არ გამოდის. ხო, აი ეს ფორმა პატივცემულო მეგობრებო და მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ახლა აი მშობლებს მიმართავთ და მაქსიმალურად გააზიარეთ, რომ ბევრი ბავშვისა და ბევრი მოსავლის სიცოცხლეს ეხება ეს მის გადარჩენას. ეს არის ძალიან საშიში, რა ვიცი, ასე ვიტყოდა, იმ ზაკრული ფორმა, რომელშიც ისია ჩადებული ყველაფერი, რომ მშობელი კარგად ვერ გაერკვეს და შეცდომით მოაწეროს ხელი და ჩათვალეთ, რომ ეს ხელმოწერა ფაქტიურად არის ის, რომ მისი საკუთარი შვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ არავინ არც ერთმა მშობელმა არ მოუწეროთ ხელი თანხმობაზე. და კიდევ ერთი ის მინდა გავამახვილო, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაც წეღან თქვი, რომ ნახეთ, თუ კი ეს პირველი პროტესტის მერე ხო შეძლოთ გაეუქმებიან საერთოდ, ან დაეტოვებიათ როგორც მანამდე იყო. რატომ იბრძვიან ესე ამდენი შენიღბით, ამდენი შეფარვით, ამდენი დაძალებით, ამდენი ახსნა განმარტებით, რატომ უნდათ რომ მაინდა-მაინც მოიპოვონ? აქ რაღაცაში არის საქმე. ნუ დამიჯერებთ მე, მაგრამ თქვენ თვითონ დაფიქრდით.
მე გეუბნებით ჩემ ნააზრევს და აი ესე პაზლებად შეგროვებული რეალობის სურათს გიხატავთ. გინ დამიჯერეთ, გინდა რა. ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა ბატონო. აი რამდენიმე იმას წავაწყდი ახლა ჯანმოსთან დაკავშირებით, ისეთი ანტივაქსერების სხვათა შორის განმარტებებს, რომლებიც წერენ, რომ ჯანმოდან გამოსვლა რო ამბობდნენ, რომ უნდა გამოვიდეთ და ახლა რამდენიმემ დაწერა, რომ ჯანმოდან გამოსვლის დრო არ არის, იმიტომ რომ კიბოთი დაავადებულებებს რა ეშველებათ. მინდა გითხრათ, ძალიან კარგად იცოდეთ, რომ არანაირ ამ პროგრამებს კიბოს სწავლებს გიფინანსებ თქვენ სახელმწიფო და არა ჯანმო. ჯანმო უჭერს მხარს რაღაც პროგრამებს, ეს დაფინანსებას არ ნიშნავს. კერძოდ რას? სიგარეტის, თამბაქოს წევის პროგრამას და ახლა მოაწერეს ხელი. და რა მოხდება ამითი? რა, მე მაიზოლებენ რომ აღარ მოვწიო, ანუ მწეველ ადამიანს? არა, გააძვირებენ. აი ამერიდით თამბაქოს გაგიძვირებენ. თორე ყველგან აკრძალულია უკვე მოწევა და ფაქტიურად ვინც გადამუდები იყო გადააგდო, მაგრამ აი ამ სტრესების მდგომარეობაში მყოფი ხალხისთვის. იმ ხალხისთვის, ვისაც ნერვების დასაწყნარებლად უნდა და ჩვევა აქვს, იმისთვის რა გამოსავალი იქნება გაძვირება, რომ ვეღარ იყიდის, უარესად გახდება იმისგან. იმისთვის ის არის დამამშვიდებელი საშუალება. მე პროპაგანდას კი არ ვეწევი მოწევის, არა. მაგრამ მე ვამბობ იმაზე, რა მოყვება, რაში გამოიხატება. ტუბერკულოზის პროგრამა, რომელსაც რაში გამოიხატება, რომ გასწავლიან როგორ უმკურნალო, რაც ამათი პროგრამები შემოვიდა ტუბერკულოზმა მოიმატა. თორე ჩვენთან ტუბერკულოზი იყო და ყავდა შესანიშნავი სპეციალისტები. მსოფლიო დონის ტუბდისპანსერი ქონდა საქართველოში. რაზეა საუბარი? და დღეს, როდესაც მარიხუანა არ არის აკრძალული და მარიხუანას პროპაგანდას ეწევა ბევრი, და აგერ ბავშვებს ეუბნებიან, მოზარდებთ, რომ სიგარეტი არ მოწიო, მაგრამ მარიხუანა მოწიე. რაზეა ლაპარაკი? კი ბატონო, მარიხუანა ზეთი როგორც ირკვევა, უხდება ონკოლოგიას, მაგრამ ზეთის სხვა არის, მოწევას სხვა არის და ისიც რამდენად უხდება, მე არ ვიცი. მაგას ვერ გეტყვით. მე ვიცი, რომ იყო კანაპლა, რომლისადაც კანაფებს ქსოვდნენ და ამიტომ იყო კულტივირებული. და მისი მოწევა იყო აკრძალული და რა მოაქვს აი ამთან გენმოდიფიცირებულ კანაფის, ანუ მარიხუანას კულტივირებას და მოწევას, მე მგონი უკვე კარგად ხედავთ აი სახეებზე და იმ ადამიანებზე და იმ მასიურ ფსიქოზზე, რაც მათ ემართებათ. აი იგივე YouTube-ში და Facebook-ზე ვრცელდება კადრები, სადაც არის გადაღებული ეს ადამიანები, როცა მათ ლომგავთ. და რა მინდა გითხრათ ბატონო, ჩემ ახალგაზრდობაში მე პლეხანოვზე დავამთავრე სკოლა და პლეხანოვი იყო საკმაოდ ცნობილი. იმითი რომ საკმაოდ ბევრი იყვნენ ესეთი ძველი ბიჭები და ნარკომანები არ ერქვა. ანუ პლანაკეშები ესე ვთქვა. ისინი დადიოდნენ აი ამ პლეხანოვზე სულ, ჩვენ შატალოზე ვიპარებოდით კინოში, სახაჭაპურეში სკოლიდან და ნუ ხედავდით ხოლმე ამ ადამიანებს. ანუ სკოლასთან იყვნენ ხოლმე. იყვნენ ბედნიერები, გაღიმებულები და ამას ერქვა ვალაკუშა დავიჭირო, დადიოდნენ უაზრო და სუიცინოდნენ. ეხლა რასაც უყურებ, ვაკის პარკთან ცხოვრობ და იქიდან დილიდანვე ამოსულებით განახოლმე პარკის წინ უბედური სახეებით. აი ამის კაიფიც ვეღარ დავინახე რაშია. იქ მაინც გასაგები იყო რაღაც პერიოდი ეს სიცილი ჰქონდათ და ხიარულობდნენ და ესენი არიან გაუბედურებულები, ოფლი ჩამოსდით. რაში გამოიხატება და ეს რა ხდება დღეს რამდენ სიჭერენ ყოველდღე გვიცხადებენ ამ იმაზე ნარკოტიკების ჩამოტანაზე, ამასაც ვხედავთ ხო? ამიტომ ძალიან გაურთქილდით თქვენ ბავშვებს ყველანაირად და მეტი კონტაქტი შვილებთან. მართალია არ გვიჭერებს ეს თაობა. ნუ უკვე ჩემი შვილიშვილის თაობაზეა ლაპარაკი, მაგრამ მეტი ყურადღება. მესმის რომ ძალიან განერვიულებულები ვართ ყველა, ძალიან ცუდ დღეში ვართ. სოციალურად ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ბავშვებთან კონტაქტი არის მთავარი მეგობრებო და მათი გაფრთხილება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ბატონო, ესე ინტერესდებით აი ამ პრობლემატიკით. ჩვენ მუდმივად მიყვებით აი ამ თემას და კიდევ ერთხელ შევახსენებ და ვეტყვი პატივცემულ მშობლებს, თუ კი იქნება დაძალების შემთხვევები, აუცილებლად რაღაცა გადაუღეთ, რაღაცა დააფიქსირეთ და გადმოგვიგზავნეთ, შეგვატყობინეთ, ან შეგვატყობინეთ, რომ აი ესა და ეს ამ სკოლაში გვემუქრებიან, თუ არ მოვაწერთ ხელს, ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით, მოვალთ ადვოკატებთან ერთად და იგავარკვევთ ადგილზე ყველაფერს. ანუ მე ვფიქრობ, რომ აი იმ გოგოებს მიმართონ. იმათაც მიმართონ, კი ბატონო.
უფრო აქტიურები არიან და ახალგაზრდები თვითონ უნდა აიღონ მშობლებმა ეს თავის თავზე. თქვენ შვილებზეა საუბარი, მეგობრებო. კარგით, მადლობა საინტერესო საუბრისთვის. დავეშვიდობოთ მაყურებლებს, მაგრამ მე იმდენ თემაში ხე ისე დავზაფრე, მაგრამ თუ კი ჩვენ ერთად ვიქნებით, გვექნება ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთმანეთის იმედი. ჩვენ რა შემიძლია, მე შემიძლია ინფორმაცია მოგაწოდოთ. ძირითადად ეს შემიძლია და მივწერო რაღაც სტრუქტურებს, იგივე მთავრობას, იგივე პარლამენტს, იგივე ჯანდაცვას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ წერ კიდევას, მაგრამ პასუხი არ არის. დუმილია, სრული იგნორირება არის. და რეფერენდუმის საშუალებაც არ აქვს, კარგი იქნებოდა რომ გქონდეს და იყო ამის მოთხოვნები, იქნება ეს საკითხი დააყენოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ, იმიტომ მე ვერ ხვდები ეს პოლიტიკოსები რას აკეთებენ, გარდა იმისა, რომ მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ან ახალი ძალები სად არიან, ან ის ძველი ძალები. არ ვიცი. არანაირი აზრი არ ექნება ესეთი არჩევნების ჩატარება საერთოდ ისე თაღლითობა იქნება, არაფრით არ შეიძლება. ჩვენი გაერთიანება საერთოდ ძალიან ხელს შეუშლით ამას. ხალხი კიდევ ერთხელ შეცდომაში არ შეიყვანო და მაგრამ არჩევნებზე არ მისვლაც არ არის გამოსავალი და იქნებ რეფერენდუმის უფლება ფაქტიურად წართმეულია ქართულ ხელს, ამიტომ კონსტიტუციით არის წართმეული. იქნება დააბრუნოს. რა თქმა უნდა, ამის იქნება გაიგოს ამისთვის ვიძებთ ჩვენ, კი. კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს ზუსტად იმას, რომ აი ეს კონსტიტუცია ლეგიტიმური თუ აღდგება, თუნდაც დროებით ის უკვე გულისხმობს რეფერენდუმის უფლებას, ბრუნდება რეფერენდუმის უფლება, სწორედ იმ კონსტიტუციის ქვეშ ჩატარდა 31 მარტის რეფერენდუმი. კი, გასაგებია, მაგრამ ის იმაზე ან წამოვლენ ან არა, იქნება ეს ნაწილ მაინც მოვითხოვოთ რაღაცა, რომ გაიგოს ამ ხელისუფლებას, თვითონ დაინტერესებდეს. ალბათ, ეხლა სხვა თემაში შევარდნ, არანაირი მოთხოვნას აზრი არ აქვს. ყველანაირად გვიტევენ აგერ მიგრანტების ძალიან დიდი მასები შემოვა სექტემბრამდე, წაგვლეკავენ თითქმის იცოდეთ, ეს არის ძალიან ზუსტი ინფორმაცია ყველა მხრიდან, აი ჯანმოში რაც ხდება, ჯანმოდან, მიგრანტები და საერთოდ გარედან დასმული მთავრობა არ არის ქართველი ხალხის მირჩეულ მთავრობა და იმათ დავალებებს ასრულებენ. არც მოუშვება. მე რო ტელევიზიით მოვისმინე ეს გამიკვირდა გასო. ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ თურმე ვალდებულებები გქონია, რომ ეს მიგრანტები უნდა დავასაქმოთ, დავაკმაყოფილოთ ბინით, უფასო ჯანდაცვით, უფასო იურიდიული მომსახურებით. ის მოადგილების საუბრა. ხო, ვიღაცა იყო, არ ვიცი ვინ იყო. და ნუ პირდაღებული დავშიმან. არ გაგიკვირდეთ, თუ ამათ მალე ძალიან მასიურად, აი ადგილობრივი არჩევნები რო ახსენეთ, მოქალაქეობა მისცენ. არ გამიკვირდა. და მონაწილეობას მიაღებინებენ, რომ ხმები მიიღონ. ასე მისცეს 25000 ჩინელს. მიშავლო სააკაშვილმა რომ მიცა თურქებს. თურქები ეგ სხვა არის. ჩინელებს მისცეთ 25000 ჩინელს მისცეს. უი აღარ შეწევდი. მთელი ამბავია კვარტლები, არაბებმა აიღეს მთელი მიწები 1400 რაღაცა დადგენილება, ჰექტრობით მიწები აქვს აღებული 2400 რაღაცა ის უკვე განხილვაში კიდევ ახალი ასულ. საშინელი სიტუაცია მთლიანად იყიდება საქართველოს. ბუნებრივი წიაღისეული გადის და გადის. ახლობით 500 მილიარდის ოქროა გატანილი ამ წლებში. და აი მაღაროელებში რაც ხდება კიდევ 587 მილიონის იმას გამოიმუშავებს წელიწადში და მაღაროელები შივრები არიან და ხელფას არ უხდიან. და ეხლა საერთოდ მომუშავეები და ხელფას არ უხდიან. სამი თვე იმუშავეთო და მე ვნახოთო გადაგიხდა. არ ვიცი, მე ღმერთის იმედი მაქვს, მარტო არავის იმედი არ აქვს. ძალიან ცუდი სიტუაცია. ამიტომ ერთადერთი არის გამოსავალი აქ ქართველი ხალხი უპირობოდ უნდა გაერთიანდეს და თვითონ უნდა მიხედოს თავის ქვეყანას. ტყუილი ფიქრებია ის ევროპა გიშველის, ბრიუსელი, ვაშინგტონი, მოსკოვი, არავინ არ გიშველით. ყველას თავის ინტერესები აქვს. დიდი თვალი აქვს დადგმული ყველა მხრიდან აი ამ ტერიტორიაზე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიიღო საქართველოს ტერიტორიამ, ეხლა მით უმეტეს რუსეთ-უკრაინის ომი, ეს არც დამთავრდება, კაი ხანი ისე ვითარდება ისა და ერთადერთი სატრანზიტო ის აქედან არის და აქ ყველას ინტერესია რუსეთის, ამერიკისა, ჩინეთის და რაც თუ კი ესე მშვიდობიანად გაგასახლებენ აქედან, რა თქმა უნდა. და იმ დღეს ნახე. პრეტენზიაც აღარავის ექნება. რამ ინფორმაცია ვნახე, რომ ის ნამუხვანგეს ისევ აღადგინეს. ყველაფერს აღადგინეს. ვითომ მორატორიუმი იყო ისევ იწყებენ. მიადგენ ნამუხვანი იმის ხომლის მთას ის. ყველაფერს აღადგენენ, აგერ ის არის კაცო. ჩინური გელაშ მე ვეძებ თქვი, ჩინური გელაშვილების ის არის კაცო კვარტალი არსებობს და იმ დღეს იყო ვიღაცა ჩინელი გელაშვილები. გვარი გადაიკეთეს? აბა
იმ დღეს გამოვიდა ვიღაცა იყო დურმიშხან გელაშვილი ჩინელი. ჭავჭავაძე ზანგი ნიკო ჭავჭავაძეს ვნახე მე. სხვა ერები არ გვეყოფოდა სომხებიდან. ერთად სომხები იკეთებდნენ ხოლმე. ხო, აი ესეთი ეს ახლა ჩვენ მეცინება, მაგრამ სატირალი სიტუაცია ნამდვილად. სომეხი შეიძლება ვერ გაარჩიო ქართველისგან ხშირად, მაგრამ ჩინელს რანაირად ვერ გაარჩიო. და ეს არაბები ეს კომპაქტურად რო სახლდებიან, ცოტა ხანში ძალიან ბევრი იქნებიან და მე უკვე მე მოსწრებული ვარ 10 კომლი იყო სულ რაღაცა თურქი მესხები ჩამოსახლებული ქარელის რაიონში და კინაღა მომიგაიმართა მაშინ 91 წელში იმ გამესვე გავედი მე იქ თელი ამბავი იყო იმ გამესვე გავაყვანინე იქ იყო შინაგან საქმეთა მინისტრიც ყველა იქ იყო ცეკა მაშინდელი ყველანი და 90 წელში ხო და ის მამულია და ესენი უჭერდნენ მაშხას და თელი ბორჯღალოები ქონდა დამზადებული და სოფელზე გაიწიეს სვანებზე მაშინ სვანები რო ჩაუშვეს არა ბრეთის მეურნეობაში ქარელის რაიონში თელი ომი კინაღამ გაიმართა იმ გამესვე გავასახლებინე იქიდან ხო და ესენი უარესიზავენ რა თქმა უნდა ხო სულ ყველა ყოფილა ასვლა ესენი უარესიზავენ იწევენ აი დაგმარხავთ მიწებში ნუ ქართველი ალბათ გამოიგვიძებს ახლა ქართველი ხალხი დროა უკვე გამოგვიძების ღმერთი იყო ჩვენი მფარველი გავერთიანდეთ ქართველებო რაც შეიძლება უნდა დავანებოთ ერთმანეთის კინკლაობას თავი სიყვარულით უნდა გავერთიანდეთ ეს არის უმთავრესი ქართველმა უნდა ისწავლოს ქართველი კაცის სიყვარული ერთმანეთის სიყვარული სხვა პატრონი ჩვენ არ აქვს მე ბერჯელ მითქვია ობოლი ერივად ჩვენი პატრონი არავინ არ არის აი ამ პლანეტაზე და ჩვენ თვითონ თუ არ უშველეთ ერთმანეთს და აი აქ ორი გზაა ერთი ჩვენ თვითონ ვიფიქროთ და მეორე ეს არის რომ ვითხოვოთ და მოგეცემა ღმერთთან მეტი კონტაქტი მარტო ეკლესიაში სიარული არ არის გადამწყვეტი შინაგანად უნდა გქონდეთ მეგობრებო ეს ერთმანეთს და შინაგანად უნდა გქონდეთ განწყობა და გჯეროდეს იმისი რომ ღმერთი გვიშველის ღმერთი იყო ჩვენი მფარველი ჩვენ კიდე ხშირად შეგხვდებით მეგობრებო გამოვართ ეთერში თუ აუცილებელი ინფორმაცია იქნება ყოველ ისეთი რომ საჭირო იქნება მოგაწოდოთ არ დავიზარებთ ყოველ დღე გამოვართ როცა კი ამის საჭიროება დადგება ყველა ინფორმაციას მოგაწოდეთ მადლობ ყურადღებით და იქნებ მე ჩვენ კი გავაკეთეთ ერთხელ მაგრამ იქნებ მე კიდე გავაკეთოთ უფრო დაწვრილებით აი ამ ჯანმოსხელ შეკრულებაზე თუ ხალხმა გაიგოს რაშია ის ნაღმები მე პირდაპირ პუნქტებად ჩამოვიმას კი ბატონო თქვენ მოამზადეთ ეგენი და ჩვენ გავაკეთებთ ხო ეხლა კი გადავღალეთ დავიწყეთ სხვა თემი და ბევრ თემს არ შევეხე. არა უშავს. მაგრამ იმედია რომ ეს დაილეთება ყველაფერი და რაღაც. კარგით, მადლობთ ყურადღებისთვის მეგობრებო, რაც შეიძლება მეტმა გააზიაროთ, რომ ყველა მშობელმა გაიგოს ეს ოპერატორი არ ყავს, მოდიშ გიხდით გამორთავ.